20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, ახლა კი შეკითხვით მიმართავთ ირმა ინაშვილს, რომელიც საგარეჯოდან გვერდება პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ირმა, მოგესალმებით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გესმით ჩემი ხმა. ქალბატონო ირმა, საგარეჯოდან გვერდები და საინტერესოა, როგორია ვითარება, როგორ ჩაიარა წინა საარჩევნო კამპანიამ. შეფასება მინდა თქვენი პირადად მოვისმინო, არჩევნებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. საერთოდ წინა ხელისუფლებას და ეს ხელისუფლებაც არჩევნებს ატარებდა თითქოს და მშვიდობიან გარემოში დაამტკიცებდა, რომ დემოკრატიულ არჩევნებს ვატარებო. სააკაშვილიც ესე აკეთებდა, ეხლაც ესეა, სიმშვიდეა, მაგრამ ამ სიმშვიდეში ჩვენ ვნახეთ ფაქტები, როდესაც ადამიანებს აშინებდნენ და ატერორებდნენ, რომ სოციალურ დახმარებას მოგიხსნით, თუ ხმას არ მიცემთ სახელისუფლებო კანდიდატს. ჩვენ გუშინ გავავრცელეთ ინფორმაცია, როგორ იყო ჩადებული სააღრიცხვო ჟურნალში სახელისუფლებო კანდიდატის სარეკლამო ბიულეტენი, რაც დარღვევა არის და ეს იყო იორგუღალოს 45-ობანზე. მე რამდენჯერმე მომიხდა ოფისის შეცვლა და დღესაც ერთ-ერთი ოფისი, რომელიც უნდა ამეღო, ვერ ავიღე იმის გამო, რომ დაატერორეს იმის იმფლობელი. კიდევ გადავინაცვლეთ სხვაგან და ასე შემდეგ. ეს არის აი ეს ნიუანსები, რაც არ უნდა ჭირდებოდა ეს დღევანდელ ხელისუფლებას. წინა ხელისუფლება რო ამას აკეთებდა, ის რეჟიმი იყო. იმას შექმნა ძალადობაზე დაფუძნებული სისტემა ქვეყანაში და დღევანდელი ხელისუფლება თვითონ მოვიდა იმ სირთულეების გადალახვით, რასაც საარჩევნო დაბრკოლებები და საარჩევნო წნეხი ერქვა და ძალიან უხარო არ შეცვალეს არც არჩევნო სისტემა, არც საარჩევნო კოდექსი და დღეს ისევ სააკაშვილის კოდექსით გავდივართ ამ უთანასწორობებში ისე, რომ ჩვენს პარტიას არ აკრავს წევრი, არც საუბნო, არც საოლქო, არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეს მე ძალიან მაზარალებს აი ამ ვითარებაში და ჩემ შემდეგ გამოვა პარლამენტის ყოფილი თუ მოქმედი თავმჯდომარე, არ ვიცი, რა სტატუსი აქვს ახლა. რატო არ შეცვალა ეს კანონები? რას აკეთებდნენ 4 წლის მანძილზე? რას აკეთებდნენ და დაკავებული იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ლობირებით და ამტკიცებდნენ, რომ კოჰაბიტაცია ქართულმა ხალხმა მოგთხოვა მისი მეუღლის განცხადება არის, რომ არჩევნების გამყალბების სხვათა შორის საგარეჯოში რომ არჩევნები გააყალბეს და არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. აი ეს აღარ უნდა მოხდეს არასდროს. ამიტომ მინდა რომ გავიმარჯვოთ ჩვენ, რომ შევცვალოთ მთლიანად სისტემა ქვეყანაში. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, თუ შეიძლება ბევრი შეკითხვის დასმა მინდა მოვასწრო. რა იქნება, როგორ ფიქრობთ, გადამწყვეტი და მთავარი განმსაზღვრელი ამ მომრჩევლისთვის, ანუ რის მიხედვით გააკეთებს არჩევან საზოგადოება? იქნება ეს საარჩევნო პროგრამები თუ თქვათ დაპირებები? როგორ ფიქრობთ? საერთოდ როგორც წესი საარჩევნო პროგრამების მიხედვით კი არ კეთდება საქართველოში უკვე ამ ბოლო წლებში არჩევანი, არამედ კეთდება რამდენად სარწმუნოა, სანდოა ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი, თუ ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. მე სწორედ ამას ვგრძნობ ადამიანების მხრიდან ამ ნდობას, ამ დიდ სიყვარულს. რაც სხვათა შორის იშვიათობაა ჩვენ ქვეყანაში. მე ჩემ თავს კი არ ვაზვიადებ ეხლა და ტკბობაში კი არა მაქვს ეს გადასული თვით ტკბობაში. მე რეალურად ვხედავ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უყვარდე ადამიანებს. თელისოფლები მოვიარეთ დღეს საგარეჯოში და ხალხი უაღრესად მობილიზებულია. ეს ხალხი წინა არჩევნების დროს დააწვინა რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნების გამყალბებელმა და ჩემს მერე რომ გამოგზანდება და კომენტარს გააკეთებს, მეც მომეცით საშუალება რომ პასუხი გავცე. და იმართლონ თავი ერთი არ გააყალბეს საგარეჯოში არჩევნები. ეს ხალხი დღეს მობილიზებულია რომ გამარჯვება ტექნიკურად არის არა პროგრამების მიხედვით იმდენად, არამედ სანდოობის მიხედვით კეთდება დღეს არჩევანი და მე მიხარია რომ ჩვენ ქართველი ხალხი გვენდობა. საპარლამენტო პარტიები ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობენ იმ შემთხვევაში თუ თქვენი პოლიტიკური ძალა საპარლამენტო პარტია გახდება. რა ინიციატივები გექნებათ როგორც საშინაო ისე საგარეო მიმართულებით, აი ეს საინტერესო. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამის შესახებ და ეს ვექტორების თემა მუდმივად ტრიალებდა ჩვენს გარშემო. ეს არის თემა, რომელზეც არაერთხელ გამიკეთებია მე კომენტარი. რა თქმა უნდა, ჩვენი გეზი დასავლეთისკენ არის. ეხლა ევროკავშირთან გაფორმებული გვაქვს ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება და მტკიცედ უნდა განვაგრძოთ ჩვენ ეს გზა და ეს მიმართულება. და
ამავდროულად ჩვენ ვამბობთ იმას, რომ თუ არის ხალხი და არის ეს სეგმენტი, რომელსაც უნდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ჩვენ პარტია ვართ და არ უნდა დავკარგოთ ამ მომრჩეველი, უნდა გავითვალისწინოთ მათი ხედვებით. მათ ვეუბნებით, რომ უკვე არ გამოვა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, არც ეკონომიკური თვალსაზრისით არის ეს მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის და უბრალოდ არარეალისტურია, ვინაიდან ჩვენი გეზი ევროკავშირისკენ არის და ის პრობლემები, რაც აი ამ კატეგორიის მოსახლეობას უნდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დალაგება თუ უვიზო რეჟიმი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს მოგეხსენებათ რუსეთში და ელემენტარულად ნათესავებს ურთ ერთმანეთთან ურთიერთობა და კონტაქტი, ამისი დალაგება ევროკავშირიდანაც თავისუფლად არის შესაძლებელი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ზუსტად დასავლური პოლიტიკური ჯგუფია და გუნდია, გესმით? იმიტომ რომ ვინც დღეს ამტკიცებს, რომ მე ვარ პროდასავლური და თან მარცხენა ხელით არჩევნებს აყალბებს, ზუსტად ეს არის დასავლეთში ყველაზე დაბალი სტანდარტი პოლიტიკაში, არჩევნების გაყალბება, манипуляციები და მე სხვათა შორის ბრიუსელში მიყვებოდნენ, ევროპარლამენტში მიყვებოდნენ, რომ მუხროვანში რა მოხდა, ეს როგორი манипуляცია მოხდა, როცა ჯარი გამოიყენა თავდაცვის მინისტრმა არჩევნების გასაყალბებლად და არ მესიამოვნა ეს და არ გამეხარდა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაზე ლაპარაკობდნენ და ჩვენ ქალბატონებმა გაყალბებაზე, როდესაც საუბრობთ, არც სასამართლოს და არც ერთ სხვა უწყებას ეს არ დაუდასტურებია და პროკურატურამ ამ საკითხთან მიმართებაში განცხადებაც გააკეთა, ესეც უნდა ითქვას. მე მესამედ ყვები ამას თქვენს ეთერში და მესამედ მისვამთ იგივე შეკითხვას და მეოთხედ პასუხობთ, მაგრამ ამდენჯერაც ისაუბრებთ ამ საკითხზე, ბუნებრივია ოფიციალური უწყებების პოზიციის თქმა აუცილებელიც კი არის. ქალბატონო ირმა, ერთი წუთი გაქვთ იმისთვის, რომ მიმართოთ თქვენს ამომრჩევლს. კი ბატონო, დაასრულე და შემდეგ ერთ წუთს მოგცემ. როცა ჩვენ შევალთ პარლამენტში და აუცილებლად შევალთ და ბარიერს რამდენჯერმე გადავლახავთ, თუ არ გაკავდა ეს არჩევნები, თუ არა და ქუჩაში გავალთ, ამაზეც ვილაპარაკებ. შევქმნით საგამოძიებო კომისიას და ეს საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს რა მოხდა საგარეჯოში და მე ამაზე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ პერსონალურად მე მეხება ეს. ჩვენ რომ მოვალთ პარლამენტში, ჩვენ გავათავისუფლებთ პოლიტიკურ სივრცეს, აი მსგავსი ტიპის უკანონობისგან, მახინაციებისგან და პოლიტიკური აფერისტობისგან. ქალბატონო, ხალხი, რომელმაც კოჰაბიტაცია მოახვია ქართველ თავზე, დღეს ამტკიცებს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს დაუვალებია კოჰაბიტაცია თინა ხიდაშელისთვის. ეხლა ეს სასაცილო და სამარცხვინო არ არის? სწორედ ეს გუნდი ლაპარაკობდა იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. სწორედ ეს ხალხი ლაპარაკობდა იმაზე, რომ ძალიან ვწუხართ, რომ ნაციონალური მოძრაობა ლევან თუკაჩოვის ვათაშორის ვერ ინარჩუნებსო მეორე პოზიციასო, მეორე პარტიისო და დღეს აბრალებენ აქეთ ქართულ ახია ქართულ ოცნებაზე. ახია, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი პრეტენზია ის იყო, რომ აი ესეთი პოლიტიკური აფერისტები არ უნდა გყავდეთ გვერდში. ქალბატონო ირმა, გასაგებია. დრო იწურება, ქალბატონო ირმა, ერთი წუთი შემიძლია უკვე დაგითმოთ იმისთვის, რომ მიმართოთ ამ მომრჩეველს, თუ რატომ უნდა მოგცეთ სწორედ თქვენ ხმა თქვენს პარტიას ხმა და ბლოკს. ჩვენმა ამომრჩეველმა იმიტომ უნდა მოგცეს ხმა, რომ ჩვენ ვართ გულწრფელი ადამიანები. ჩვენი სამშობლო არ გაგვიყიდია არასდროს. ჩვენ არასდროს არ გვიღალატია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ არ ყოფილვართ არასდროს ხელისუფლებაში და მე თინა ხიდაშელივით არასდროს არ მივეწებები სკამს. თუ არ ვივარგებ, მე თვითონ წავალ. სკამიანად კი არ გამიტანენ. მე ვიცი, რომ მე და ჩემი გუნდი მხოლოდ სიკეთეს მოვიტანთ ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ არა ვართ ის ადამიანები, რომლებიც 60,000 ლარს გამოიწერენ პრემიად და იმას შეეგუებიან, რომ ქვეყანაში 300 ბავშვი წელიწადში შიმშილით კვდება. ვიღაცისთვის ეს შეიძლება დემაგოგია, რაღაცა ბრტყელი ფრაზებია და ჩემთვის ეს არის უაღრესად დიდი ტკივილი, რომ ამ საგარეჯო სოფლებში მე ვხედავ ავიტამინოზით დაავადებულ ბავშვებს, მშიერ ბავშვებს და ჩვენი მთავარი გამოწვევა იქნება სწორედ ამ სიღატაკის დაძლევა ჩვენ ქვეყანაში და ეს უნდა მოხდეს ეკონომიკის სტიმულირებით, პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებით, პოლიტიკური აფერისტობის დასრულებით ამ ქვეყანაში რა. და თუ ვინმეს გონია, რომ ქართველი ხალხი ვერ ხვდება ვინ არის, ძალიან ცდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს ქართველი ხალხი 8-ში
დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე რვია შემოხაზავს და ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად ვარჩენებთ ხელისუფლებასაც და დანარჩენ პარტიებსაც, რომ სწორედ ჩვენ ვართ ის მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, ვინც ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ იმოქმედებს და იცოცხლებს ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ 20-30 შეკითხვებს ირმა ინაშვილი პასუხობდა.